მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 8-47-დან. გაცრავად, გავასწოროთ ახლა. ამერია ეს დატებისას და ასეთ გია ყველაფერს დავიწყოთ. 8-47. მოცემულია 4.8, ნაკლებია A-ზე, ნაკლებია 5.2-ზე და ინფორმირებული ვართ B-ზეც. მეტია 3-ზე და ნაკლებია 4-ზე. ჩვენ ახლა უნდა გამოვთვალოთ რამდენიმე გამოსახულების მნიშვნელობა. მოდი, პირველ რიგში დავაკვირდეთ რა იქნება A + B. საინტერესოა, ხო? შეიძლება ჩვენ უკვე განვიხილეთ ცალმხრივი უტოლობების შემთხვევაში, აქაც იგივეა, თუ ჩვენ გვაინტერესებს A + B, უბრალოდ უპრობლემ შეგვიძლია წევ-წევრად დავკრიბოთ, თუ თანამემართულია უტოლობის ნიშნები. A + B მეტი იქნება 4.8 დამატებული 3, ეგ არის 7.8 და ნაკლები იქნება 5.2 დამატებული 4, 9.2-ზე. ანუ A + B ეკუთვნის ღია-შუალედი 7.2-დან 9.2-მდე. ხო არ არის გათვალისწინებული მთელები ან რამე ნაკლებ უშუალობს ვარ გთხოვენ? არა, უბრალოდ უნდა დაგვედგინა. ახლა როგორ ვიქცევით გამოკლების შემთხვევაში, ჩვენ ვიცით რომ ვისაუბრეთ რომ შეგვიძლია ერთმანეთს გამოვაკლოთ უტოლობების შემთხვევაში თუ საპირისპირო მხარეს არიან მიმართული. შეგვიძლია რა, სულ შეგიძლიათ უტოლობებს ერთმანეთი გამოვაკლოთ, მაგრამ გარკვეული განსაზღვრულობა რომ შეძინოთ გამოსახულებას, აი მართლა რომ გინდოდით A - B საიდან სანამდე მერხეობს მაგის გარკვევა, მაშინ უტოლობის ნიშნები, საკლების და მაკლების საპირისპირო მხარეს უნდა იყვნენ მიმართული. მაგრამ ახლა რო არ არიან მიმართული, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამის გამოსწორება შეიძლება. ვერ გამოვასწორებდით ამას, მაგალითად A - 10-ზე რომ ყოფილიყო და B - 9-ზე. აქ აზრი არ აქვს რომელიმე უტოლობის შემოტრიალებას A - 10-ზე და ნაკლებია 8-ზე, ასე რომ დაწეროთ და დააპიროთ გამოკლება, აქ A - B-ს მაინც ვერ განსაზღვრავთ, მიმართული მიზეზის გამო, რომ A - 9 მეტი დარჩება A- B-ზე და თქვენ რომ გადმოიტანოთ B აქეთ, ისევ A + B გექნებათ განსაზღვრული. ამიტომ ცალმხრივი უტოლობების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა სხვაობა შევაფასოთ, მაშინ აუცილებლად საპირისპირო მხარეს უნდა იყვნენ უტოლობის ნიშნები მიმართული. ახლა აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი უტოლობა, ერთი ორმაგი უტოლობა დავტოვოთ უცვლელად, ხოლო მეორე შევატრიალოთ. მოვაბრუნოთ. ამ მობრუნების შედეგად, რადგანაც ორმაგია, ხო, ორმხრივია, ხო, ეს უტოლობა, შუა ნაწილი უცვლელად შუა ადგილზე დარჩება და შესაბამისად თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოკლების ხორციელება A - B, საკლების ნიშანი გადმოვა აქ, მეტობები, 4.8-ს გამოკლებული 4, ეს არის 0.8 და 5.2-ს გამოკლებული 3, ეს არის 2.2. შესაბამისად, A - B-ს მნიშვნელობაც განსაზღვრული გვაქვს. ეს არ არის პანაცეა, ეს ხერხი ამოხსნის. აქ არის საკმაოდ კარგი საშუალება, ლოგიკურად შეგიძლიათ იმუშევოთ და უბრალოდ შეაფასოთ სხვაობა კლასიკურად, ანუ რა დროს არის მინიმალური, რა დროს არის მაქსიმალური. მინიმალურია, როდესაც საკლების მინიმალურ მნიშვნელობას აკლდება მაკლების მაქსიმალური მნიშვნელობა, ანუ 4.8-ს გამოაკლდებოდა 4 და იქნებოდა 0.8, ხოლო მაქსიმალურია, როდესაც პირიქით საკლების მაქსიმალურ მნიშვნელობას აკლდება მაკლების მინიმალური მნიშვნელობა, ანუ 5.2-ს უნდა გამოკლებოდა 3, იქნებოდა 2.2. ეს ძალიან კარგი მსჯელობაა.
თუმცა მე განახეთ ალტერნატიული გზას, როგორ შეძლოთ გამოგესახათ სხვაობა და ანალოგიურად ჯამზე შეგიძლიათ იმშელოთ. რაც შეეხება ახლა მომდევნო კითხვას, აბენამრავი სიტოლია. აქ ალბათ უბრალოდ იქნება ამ ბოლოს როგორც ვიმშელეთ, ისე ვიმშელოთ. მოდი მოვასწროთ ეს ადგილი და უბრალოდ დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს აბენამრავლი მინიმალური. აქ უკვირდებით ორ მომენტს. ერთი ნიშნებს, ადაბი როგორია, თუ შეიძლება რომელიმე მათგანი უარყოფითიც იყოს, ანუ ნამრავლი უარყოფითი გამოვიდეს, მაშინ ვიტყვით, რომ უმცირეს მნიშვნელობას მიაღწევს აბენამრავლი, თუ მოდულით იქნება რაც შეიძლება დიდი, ხოლო ნიშნით უარყოფითი. მაგრამ რადგანაც აქ ყველა წევრი მნიშვნელობა რაც შეიძლება მიიღოს ადაბემ არის დადებითი, ამიტომ გასავად უნდა ავიღოთ A-ც და B-ც რაც შეიძლება პატარა. ანუ A-ს ავიღებდით 4.8-ს, ახლა ვინმე იტყვის, რომ აი 4.8-ზე ხო მეტია A და როგორ იღებ 4.8-ს? აქ ხო ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა A მთელი არ არის მთელი და 4.8-ზე მეტობა ნიშნავს, რომ ის უსასრულოდ ახლოს არის 4.8-ზე. ანუ შეიძლება იყოს 4.7, 9, 9, 9, 9 და ასე შემდეგ, მაგრამ 4.8 ვერ იქნება, ხო? ბოდიში, რადგან მეტია, შეიძლება იყოს 4.8 და სადღაც 1, მაგრამ თავად 4.8 ვერ იქნება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ასმაგივრად აიღოთ 4.8, უბრალოდ საბოლოო პასუხშიც ჩაწერთ კაცრ ტოლობას, ანუ რას გულისხმობ. A-ს აიღებთ 4.8-ს, B-ს აიღებთ 3-ს, ანუ ეგ იქნება ნამრავლის მინიმალური მნიშვნელობა. გადავამრავლოთ ახლა შემეშალოს გამრავლებაში 4x3 არის 12, 8x3 2.4, ანუ 14.4, ანუ 14.4 იქნება ზღვარი, აი როგორც 4.8 არის 100-თვის ზღვარი, ასევე 14.4 აბენამრავლისთვის იქნება ერთგვარი საზღვარი, რომელსაც ვერაზროს ვერ მივახლოვდება, უსასრულოდ მასთან ახლოს მივა, მაგრამ უშუალოდ ამ წერტილში ვერ დადგება. ანალოგიურად მაქსიმალური მნიშვნელობა მიიღწევდა, როდესაც A5.2 იქნებოდა B4, გამოდის 2.8, 20.8, ხო? და შესაბამისად აბენამრავლი იქნებოდა მოქცეული ღია შუალედი 14.4-დან 20.8-მდე. ანალოგიურად ვიმშენებთ შეფარდებაზეც. აი, შეფარდება რა დროს აღწევს მინიმალურ მნიშვნელობას, როდესაც რაც შეიძლება პატარა რიცხვს, ანუ 4.8-ს გაყოფდით რაც შეიძლება დიდ მიზნოზე. და პირიქით, რა დროს მიაღწევდა მაქსიმუმს, როდესაც რაც შეიძლება დიდი იქნებოდა რიცხველი, ხოლო რაც შეიძლება პატარა იქნებოდა პოტენციური მნიშვნელობა მნიშვნელის, ხო? და ეგ გამოდის რამდენია ეს ზუსტად არის ყოფა. ვიწევს აქ ჩვენ წილადი სახით ჩაწერა, უკეთესი იქნება. მოდი ეს იყოს 1.2 ხომ არის 12/100, ანუ ეს არის 6/5. აქაც მძიმე გადავაჩუჩოთ 52/30 და თუ 2-ზე შევკვეთთ 26/15. ანუ შეფარდებული ბესთან იქნებოდა მოქცეული 6/5-დან 26/15-მდე. კი ბატონო, სწორი არის, თუ არ ვცდები ავტორსაც ასე აქვს ყველგან. მოდი გადავერთოთ 58 ამოცანაზე. ბიდაც რიცხვების შესახებ ცნობილია. აბა რა არის ცნობილი? ჩამოვწეროთ 2 ნაკლებიან ტოლია B+C-ზე. ასე. C არის 3-დან 5-მდე, 5-ის ჩათვლით და გთხოვენ B-ს ყველა მნიშვნელობას, ხო? ანუ B-ს ითხოვენ. B-ს როგორ დავაჯერდით აქ? თუ ზედას გამოვაკლებთ ქვედას, ხო? გვაქვს გამოკლების უფლება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტოლობებს საპირისპირო
ნიშანი ექნება, თუ მუტყოლობის ნიშნები საპირისპირო მხარეს იქნებიან მიმართული. მოდი დავატრიალოთ მაშინ ქვემოთ. აქ 5 ესე მეტია 20-ზე მეტია 3-ზე. ახლა გამოკლების უფლება გვაქვს. B + C-ს გამოვაგდება C და იქნება B. და გადმოდის საკლების ნიშანი. და გამოხდება, რადგანაც ორივე არამკაცრი უტოლობაა, არამკაცრიც იქნება პასუხი, ხო, საკლების, ხო? 2-ს გამოკლებული 5 ეგ არის -3. აქაც საკლების ნიშანი გამოდის, 7-ს გამოკლებული 3 ეგ არის 4. აი, ასეთი რაღაც რომ მოვთარიყო, ზემოთ რომ იყოს არამკაცრი და ქვემოთ მკაცრი, აი ასეთი რაღაც. მიმართულება ისევ ექნება საკლების, მაგრამ გაიმარჯვებს სიმკაცრე, ანუ პასუხი მკაცრად გადმოვა. არამკაცრი კი არა, გადმოვა მკაცრად. ეს თუ არ გახსოვთ, ან არ დაკვირვები ხართ მსგავს მომენტს, გაითვალისწინეთ. ანუ B გამოვიდა -3-დან 4-მდე. მოდი დავაკვირდეთ, აბა თუ დაემთხვა თქვენი ხედვა ავტორის პასუხს კი. ახლა მოდი შევტიოთ 59-ს. 59-ში არის 4 წერტილი მოცემული, კი. ABCD მართკუთხედის წვეროები ყოფილა ესენი, აჰა, ესეგებია. M X Y წერტილი ამ მართკუთხედის წერტილია. ну, ანუ სადღაც მდებარეობს ამ გვერდებზე, მართკუთხედზე, მართკუთხედი. კი ბატონო, რა მნიშვნელობების მიღება შეუძლია ასეთ DM წერტილისთვის 2x² - 3y გამოსახულებას. კარგი. მოდი, ამ წერტილებს არ გადმოვწერ. ავიღებ 7 ერთებს. ასე. ну, ეხლებით ავიღოთ ახლა -3 8. სად შეიძლება იყოს დაახლოებით, აი, თქვათ აქ არის -3. თქვათ აქ არის 8. მოდი ასე იყოს. მოგერ იყოს A წერტილი. -3 1. -3 1, ну, მოდი აგერ იყოს ერთიანი. შესაბამისად, ეგ იქნებოდა B წერტილი, არა? მერე C წერტილი არის 5 1. ну, ცოტა აქეთ ავიღოთ რა 3 ეს დისტანცია, 5 თქვათ აგერ იყოს და თქვათ თანაზობადი არ გამოდის ახლა ეს. იმიტომ რომ 8 შედარებით თითქმის 5-ის ტოლი აქვს, მაგრამ ეგ არ აღუშვებს კარგი. ეგ არის C წერტილი, არა? კი ბატონო, და D წერტილი არის 5 8. ну, ანუ ესე იქნება ასე. აგერ არის D წერტილი. კარგი. ანუ ABCD მართკუთხედი, მოდი ეს სხვა ფერს ავიღებ ახლა, თქვათ იყოს მწვანე. და დაახლოებით რომ ჩავაჯიროთ ახლა, ასე გამოდის ეს მართკუთხედი, ხო? ну, ასე გამოდის მართკუთხედი. არა, ასე თხოვენ ახლა რა უნდათ? ამ მართკუთხედზე მდებარეობს M წერტილი, ხო? მართკუთხედის წერტილია, თუ მართკუთხედისა, ანუ სადღაც ამ გვერდებზე უნდა იყოს. რომ ეთქვათ მართკუთხედი შემოსაზღვრული სიბრტყის ნაწილია, მაშინ შეიძლება შიგნითაც ყოფილიყო, რომ ალბათ ასე უნდა ვიგულისხმოთ, ხო? თუ სადღაც არის M წერტილი, არის, პირობითად თქვათ, აქ არის M და მისი კოორდინატები არის X, Y. ყველგან შეიძლება იყოს M. ახლა რა უნდათ? M წერტილის კოორდინატები არის X, Y და ჩვენ ამ X და Y-ისთვის 2x² - -3y-ის მნიშვნელობები უნდა გამოვსახოთ, ხო? რა მნიშვნელობების მიღება შეუძლია ასეთი M წერტილისთვის 2x² - -3y გამოსახულებას. აჰა. როდესაც ჩვენ გვთხოვენ რაღაც გამოსახულების მნიშვნელობის შეფასებას, აი რა მნიშვნელობები შეიძლება მიიღოს, ცხადია აქ
ორი რამ მოგდის უცებ თავში, რა შეიძლება იყოს მისი მინიმალური მნიშვნელობა და რა შეიძლება იყოს მაქსიმალური მნიშვნელობა და ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ კიდევ. თუ კი ბატონო შეიძლება მინიმუმის დათვალო, მაქსიმუმის დათვალო, მაგრამ აი უწყვეტად თუ მიიღებს მნიშვნელობებს, აი თქვათ მინიმუმია პირობითად -5, პირობითად მაქსიმუმი არის 10 და ჯერ შენ თამამად ვერ წერ. როგორც წესი 100 არის, მაგრამ მაინც უნდა დაფიქრდე -5-დან 10-მდე იღებს კი მნიშვნელობებს, ყველა მნიშვნელობას იღებს, თუ სადმე არის წყვეტა. ამაზე უნდა დავფიქრდე. ამ შემთხვევაში მოდი ჯერ მოვიფიქროთ, დავთვალოთ, როგორ შეიძლება მინიმუმი და მაქსიმუმი ვიპოვოთ. აი სადღაც რომ იყოს წერტილი არა? წერტილი რას ვფიქრობთ იცით რატო გავჩერდი ავტორი ხო არ გულისხმობს თავად მართკუთხედის შიგა წვეროებსაც. მოდით დავთვალოთ ახლა მართკუთხედი არის ამ წერტილების ერთობლიობა მწვანედ რაც არის. და ავტორი თუ გულისხმობს შიგნით წერტილებსაც, მაშინ უნდა ეთქვა მართკუთხედის შემოსაზღვრლის სიბრტყის წერტილია M. და M არის წერტილი მართკუთხედის წერტილია. ხო, კარგი რა. მწვანე ადგილ-ალაგს უდაობს. აი, მოდი ახლა ჩვენ დავფიქრდეთ, აი ამ მწვანე ადგილებში სად შეიძლება იყოს M წერტილი, ისე რომ რაც შეიძლება მცირე გამოვიდეს აი ეს სხვა. მაშინ 2x კვადრატი უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა და 3y უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი. ხო, იმიტომ სხვაობა გამოვიდეს მინიმალური. რადგანაც 2x კვადრატი არის როგორი რიცხვია? არავარყოფითი, ხო? მისი მინიმალური მნიშვნელობა პოტენციაში რა არის? 0. აი 0-ზე პატარა როგორ იქნება? შეიძლება 0 იყოს სადმე? კი, აი აქ, ხო? აი აქ შეიძლება იყოს 0, აი OY ღერძზე თუ დგას. ხო, კი ბატონო. ანუ მაშინ გამოდის, რომ ეს მინიმუმს მიაღწევს როცა x უდრის 0-ს. და აი 3y მაქსიმუმს მიაღწევს, როდესაც y რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს და ახლა აქ y რომ იყოს დიდი, y-ის მაქსიმალური მნიშვნელობა არის 8. ხო? და გამოდის, რომ მაშინ ხო 8-ზე მეც მაინც ვერ მიიღებს. ანუ y უნდა იყოს 8. რა გამოვა მაშინ ჩვენი უშუალო რომ დავთვალოთ 2 × 0-ის კვადრატს გამოკლებული 3 × 8. ეგ არის -24. მოდი გადავამოწმოთ ახლა ავტორიც ასე თუ შეძლოს, მაგრამ პრინციპში ამაზე ნაკლები შიგნითაც ვერ იქნებოდა. წერტილი წესით -24 უნდა იყოს მინიმალური მნიშვნელობა. კი ბატონო, ასე აქვს ავტორსაც. და შესაბამისად რა იქნებოდა მაქსიმალური მნიშვნელობა? მაქსიმალური მნიშვნელობა იქნებოდა, როდესაც 2x კვადრატი იქნებოდა რაც შეიძლება დიდი და 3y იქნებოდა რაც შეიძლება პატარა. ну 2x კვადრატი რომ იყოს დიდი, ну ცხადია x უნდა იყოს ყველაზე დიდი და x მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს x კოორდინატი აი ამ ნახაზზე. შეიძლება იყოს 5-იანი, ხო? 5. და y რა შეიძლება იყოს რომ პატარა გამოვიდეს და y ყველაზე პატარა რომ გამოვიდეს უარყოფითებში არ გადმოდის, მაგრამ აი ერთზე ქვემოთ არც ერთი წერტილის y კოორდინატი არ ჩამოდის. ანუ y უნდა იყოს 1. შესაბამისად აგვექნება 2 × 5-ის კვადრატს გამოკლებული 3 × 1. 5-ის კვადრატი არის 25, 2 × 25 50, 50-ს გამოკლებული 3, ეგ არის 47. ახლა დავფიქრდეთ. -24-დან 47-მდე მიიღებს ყველა მნიშვნელობას? პრინციპში მიიღებს, იმიტომ რომ y იგივე 1-დან 8-მდე იღებს ნებისმიერ აწილად რაციონალს, ირაციონალ მნიშვნელობას, ხო? ანალოგიურად ჩვენ რომ ჩავსვით ახლა x-ი 0-დან, აი 0 იყო მინიმალური, მაქსიმალური იყო 5, აი ამ დიაპაზონში იღებს ნებისმიერ მნიშვნელობას და შესაბამისად
არ არის ეგ თვალ ზუსტი მსჯელობა, იმიტომ რომ მაგალითად x-ი თუ იქნებოდა 1 და y რომ ყოფილიყო სიტყვაზე ვთქვათ 4. მაშინ ეს x 1 და y 4 სადღაც შიგნით არის ეს წერტილი. ხო, ანუ რისი თქმა მინდა ახლა -24 დიახ არის მინიმალური, 57 არის მაქსიმალური, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი ეგ სხვაობა მნიშვნელობა უწყვეტად მიიღებს -24-დან 57-მდე მნიშვნელობებს. მაგრამ რას გვიკითხება ისე რა მნიშვნელობის მიღება შეუძლია ასეთ წერტილს? ანუ პასუხი მაშინ როგორ უნდა დავწეროთ, იცით? ყველა მნიშვნელობა მოქცეული იქნება აი ამ ინტერვალში -24-დან 57-მდე. ინტერვალში იქნება მოქცეული, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ამ ინტერვალის ყველა რიცხვს მიიღებს პასუხად აი ეს სხვა. აი იყოს მეც ნუ გამოვიკიდებით ამოცანას ავტორს ასე აქვს პასუხი, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელობას მიიღებს აქედან. აქ თავარი იყო ახლა ჩვენ გვებშელა მინიმუმი და მაქსიმუმი როგორ უნდა დაგვეთვალო. ალბათ ეს ქონდა ავტორს დაგეგმილი. 50-ში ჩვენ გვაქვს გამოცემული რამდენი 12 გრაფიკია და ხოლმე დააგეთო, რა თქმა უნდა, ახლა 12-ის აგება აქ მეტი დროის განმავლობა აქ რომელიმე რაღაც განსაკუთრებული სპეციფიურ გრაფიკებზე აქ საუბარი არ არის, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, კარგია მუდმივად არ უნდა გავიწყდებოდეთ. ზოგადად y-უდრის x წრფე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ეს და y-უდრის -x წრფე. ნუ რა არის y-უდრის x წრფე? მოდი დავხატოთ ვთქვათ მწვანე ფერით. ეს არის პირველი და მესამე ოთხერის, ასე ვთქვათ, ბისექტრისა, ზუსტად შუაში გადის ხო ეგ კუთხე რაც აქაც იგივეა. ეს არის y-უდრის x წრფე, რით არის გამორჩეული, რომელი წერტილიც არ უნდა ავიღოთ აქ, მისი x კოორდინატი რაც არის, x ზუსტად იგივეა y კოორდინატი და ამიტომ უძახით y-უდრის x წრფეს, ხო? ანუ x-ის განსაზღვრის არის და რა მნიშვნელობაც არ უნდა ამოიღო, მნიშვნელობად არის ზუსტად იგივე მნიშვნელობა შეესაბამება. მოდი ახლა აქეთ იყოს თქვათ წითელი და რა არის y-უდრის x წრფე? აი ეს არის უკვე აი ეგ. და აქ ანუ x-ის მნიშვნელობა შეესაბამება y-ის მოპირდაპირ მნიშვნელობა. x ავიღებ 7, y არის -7. ესეც ეგ უკვე მეორე და მეოთხედის ერთგვარი ბისექტრისაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წრფეები. მაგრამ აი მოგდით რაღაცა ზოგადად აი თქვათ აი როგორც აქ არის ახლა მოცემული მოგივიდათ ასეთი ფუნქცია. ეს ჯერ არ აქვს ფუნქციის ფორმა, სახე, ხო? ნუ ფუნქცია რომ იყოს y-უდრის რაღაცას უნდა უდდეს და თუ მივცემთ ახლა ამას, მარტივი მისახვედრია ეს იქნება -2/3x -5/3, ხო? შემეშალოს 2x გადავდოდა მინუსით, გაიყოფოდა 3-ზე, 5 გადავდოდა პლუსით, გაიყოფოდა 3-ზე. აი, როგორ ავაგოთ ნებისმიერი წრფივი ფუნქცია? ძალიან მარტივი რჩევა, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ავიწყდებათ ხოლმე, არ მისის სიმარტივის გამო, არ უყურადღებობის გამო, მოსავლებს და რა არის ყველაზე კარგი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თუ აგებაგითად, რა თქმა უნდა, ჩასვით მნიშვნელობები, აი, x-ის მაგალითად ჩასვი რაღაც, ხო მიიღებ y-ს მონიშნე, x და y-ის შესაბამისი წერტილი და მე მეორე მნიშვნელობა ჩასვი. ორი მნიშვნელობის ჩასვა ყოფნის? კი, ყოფნის გეომეტრიიდან. ჩვენ ვიცით, თუ იმის ჯერ არ გაუვლია მალე ისწავლის გაიხსენებს, რომ ნებისმიერ წრფეს განსაზღვრავს ორი წერტილი. რას ნიშნავს ეგ? თუ თქვენ წრფის ორი წერტილი იპოვეთ, მეტი აღარაფერი გჭირდებათ, ითვლება რომ ეს წრფე ნაპოვნია. და შესაბამისად თქვენ თუ აქ ორ წყვილს რაღაცა x1, y1 და მეორე წყვილს x2, y2 წყვილს
მოძებნით, რომელიც ამ განტოლებას აკმაყოფილებს, როგორ მოძებნით იქ ჩასვავდი რაღაცას, ვთქვათ x-ი არის 1, აბა დათვლი y რა არის? y არის -7/3. აიღებ ამ წერტილს 1 და -7/3 კოორდინატა ერთმანეთზე, x ჩასვავ, ვთქვათ -1 და ნახავ კიდე y რა არის და იმ ორ წერტილს შეაერთებ. მაგრამ აქაც კიდევ უფრო მარტივად უნდა მივუდგეთ, ორი წერტილის პოვნა საკმარისია, რომ თქვენ წრფივი ფუნქციის გრაფიკი ააგოთ, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ ეს ორი წერტილი აიღოთ საკოორდინატო ღერძებზე. მაინც მოგიწევთ x და y-ის წაკვეთის წერტილების ფიქსირება, თუ ამოცანა და მეტნაკლებ სიზუსტეს მოითხოვს თქვენგან და ამიტომ თავიდან ვიპოვოთ y-ის წაკვეთის წერტილი რა არის ეს? იგივე არის თავისუფალი წევრი, ხო? კოეფიციენტი. როგორ პოულობთ y-ის წაკვეთას? ყოველთვის ეს უნდა გახსოვდეთ ფუნქციის ზოგადი თვისებებიდან x-ი უნდა ჩასვათ 0. x თუ ჩასვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 0-ს, ეგ არის y-5/3. აი დაახლოებით ვთქვათ, აქ არის ეს წერტილი -5/3 და ox ღერძთან კვეთა რომ ვიპოვოთ, მაშინ y უნდა ჩასვათ 0. თუ y ჩასვავდით 0-ს, გამოვიდოდა x-ი. x-ი იქნება -5/2. ეგ სად არის? ეს x ღერძია, სად იქნება დაახლოებით? იქნება ალბათ აი აქ -5/2 და შესაბამისად ამ ორ წერტილს შეაერთებთ. სწორი ხაზი არ გამოვიდა, ფას მორჩა დამთავრდა. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი. არ გვინდა აკვეთი რეკომენდაცია, გაითვალისწინეთ, დაიმახსოვრეთ, თუ გჭირდება წრფივი ფუნქციის აგება, ორი წერტილი უნდა იპოვოთ. რომელი ორი წერტილი? x და y ღერძთან კვეთის წერტილები. 51-60. სრულყოფილად გამოვაჩინეთ. ნახას არ გადავხაზა, აგერ არის და მგონია რომ გარკვევით ჩასავიკვაროთ ეს. ხოვე o და AB წრფეების განტოლებებს. ზოგადად, როცა თქვენ გინდათ ააგოთ წრფის განტოლება, გითხარით უკვე ზედა მაგალითის თქვით, ორი წერტილი უნდა იცოდეთ. ანუ კოორდინატები ამ ორი წერტილის. რადგანაც OA წრფეზეა საუბარი, ესე იგი მე უნდა ვიცოდე O წერტილის კოორდინატები, მაგრამ ეგ ვიცი ნულია და უნდა ვიცოდე A წერტილის კოორდინატები. A წერტილის კოორდინატები ძალიან მარტივი მისახვედრია, ახლა აუცაიდარ რა იქნებოდა. რადგანაც OA ტოლფერ და საკუთხედია, ეს ტოლია, თვალთის, ამიტომ წვეროდა ეს დაშვებული სიმაღლე და რომ აგეგმილებთ სად მდებარეობს A წერტილის კოორდინატი x-ზე, ხო აგეგმილებთ და ეს მართობია რა, აუცილებლად შუაში მოხდებოდა ფუძის და რადგანაც ფუძე 4-ია, ესე 2 არ იქნებოდა, ხო? ეს კოორდინატი 2 არ იქნებოდა. ანუ A წერტილის x კოორდინატი არის 2. რა იქნებოდა ახლა y კოორდინატი, რადგანაც სიმაღლე არის აი 3-ია, თავისუფლად y კოორდინატი იქნებოდა 3. ანუ A წერტილის კოორდინატები გვაქვს. მერე როგორ მიქცევით, როდესაც თქვენ იპოვით უკვე ორივე წერტილის კოორდინატს? მაშინ წრფის ზოგად განტოლებაში, უბრალოდ წრფივი გამომსახველ წრფივი ფუნქციაში ჩასვავთ აი ეს. ეს არის წრფივი ფუნქცია. ჩასვავთ და ამოხსნით სისტემას. y 0 უდრის a ჯერ 0-ს პლუს b და მერე y არის 3 უდრის a ჯერ 2-ს პლუს b. ამ სისტემას ამოხსნით, ზემოდან ცხადად ჩასვრო b არის 0, ჩასვავთ ქვედა განტოლებაში და 3 უდრის 2 k-ს, b არაფერს არ ცვლის და აქედან k უდრის 3 მეორეც. რა წრფები ვიღეთ? ეს არის y უდრის 3 მეორედი x პლუს 0, ანუ 3 მეორედი x-ი.
ზოგიერთი აქ იყენებს ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლებას, არის ასეთი ფორმულა. მაგრამ პრინციპში ეს ითვლება ჩვეულებრივ სასკოლო კურსით, ახლა კლასგარეშე ფორმულად და ჩვენ კლასგარეშე დეტალებს გავდივართ, მაგრამ ძირითადად ყურადღებას ვავახვილებთ ისეთ კლასგარეშე მომენტებზე, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს ამოხსნის პრობლემის გადაწყვეტის პროცესს და თან არ არის მძიმე დასამახსოვრებელი. და კიდევ რაღაც დამატებითი ფორმულის ან დაკლებათ ახლა მძიმე ფორმულის გამოყენება გვირჩევნია ავდგეთ და საერთოდ არ გავიაროთ მithumet ეს სისტემის გამოყენება, ანუ პრაქტიკა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად აჩვენა, რომ მოსწავლეები უფრო მეტად იმახსოვრებენ სისტემით პრობლემის გადაწყვეტას ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ორი წერტილი გვაქვს და უნდა ავაგოთ ბაცე გამავალი წრფის განტოლება. ფუნქცია უნდა დავწეროთ. არ გვინდა ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლების გამოყენება. შეიძლება ახლა როგორ აგვიდოდა კიდევ AB წრფე გვინდა, ხო? AB წრფე თუ გვინდა, უნდა ვიცოდეთ A და B წერტილის კოორდინატები. A წერტილის კოორდინატები ვიცით, არის 2-3, B წერტილის კოორდინატები არის x კოორდინატი 4-ია, y კოორდინატი 0, ხო? 4, 0. ისევ და ისევ ჩავსვამთ წრფის ფუნქციაში 3 უდრის A ჯერ 2-ს დამატებული B, 0 უდრის A ჯერ 4-ს დამატებული B. ჩვეულებრივი კლასიკური სისტემაა, ხო? 2k პლუს b უდრის 3-ს, 4k პლუს b უდრის 0-ს გამოვაკლოთ, მეგობრებო, ზედა და ქვედა განტოლებას ერთმანეთი 2k-ს მინუს 4k არის მინუს 2k, უდრის 3-ს, k უდრის მინუს 3 მეორეც, ჩავსვათ ეს რომელიმეში, ანუ 2 ჯერ მინუს 3 მეორედი პლუს b ეს არის 3 და თქმა გამოვიდა b გამოდის 6. მივიღეთ რომ y უდრის მინუს 3 მეორედი x პლუს 6. მოდი გადავიდეთ 58-ზე. იქაც ნახაზი არის მეგობრებო მოცემული და გთხოვენ აი 4 წრფე უნდა ავაგოთ. ესე იგი ჩვენ იგივე BC წრფის ასაგებად ხო გჭირდება B და C წერტილის კოორდინატები. ანუ მოდი ნახოთ თუ არის ახლა სწრაფად პოვნადი ეგ არის. გონია რომ არის, ნახეთ. ეგ ხო -4 არის. აი აქ. ეგ ხო 5-ია სიგრძე 5 არის. ანუ B წერტილის კოორდინატები გამოდის -4, 5. C წერტილის კოორდინატები. C წერტილის, რადგანაც y ღერძია, მის x კოორდინატი არის 0 და y კოორდინატი იქნება 5, ხო? ასე. და უნდა გავაკეთოთ, უნდა გავიმეოროთ იგივე. მოდი გავაკეთოთ ეგ, თუ დაემთხვა პასუხი, ანუ რამე სულ ყურადღებოთ არ წაგვიკითხავს და დავანებებ თავს გადავალ 53-ზე. M წერტილი შუაში არის და M წერტილის კოორდინატებიც არ არის აქ მძიმე მისახვედრი, -2 იქნებოდა x კოორდინატი, ხო, შუაში ჩამოვიდოდა და y ისევ 5-ია და M წერტილის რომელ წეროსთან შეერთებით მიღებული წრფეც არ უნდა მოგთხოვონ, მარტივად დათვლადი იქნებოდა. აქ ჩავსვავთ y უდრის kx პლუს b-ში კლავინდებურად, 5 უდრის a ჯერ -4-ს პლუს b, მეორედანაც 5 უდრის k ჯერ 0-ს პლუს b. აქ ზედას ქვედას თუ გამოვაკლოთ, ეგა 0, 4k-ს გამოკლებული 0 ეგ არის
მინუს 4k და k გამოვიდა 0. ну პრინციპში ასეც არის, ხო, რომ BC წრფ არის პარალელური OY ღერძის და თუ პარალელურია, თავისუფლად დახრა 0-ის ტოლი იქნებოდა, ხო? და შესაბამისად, B-საც ვიპოვით, რომ ჩავსვათ, ну, ჩავსვამთ და B გამოდიოდა 5, ანუ რა წრფეზე ყოფილა საუბარი? Y უდრის 5 წრფე. ну, ეგ ზეპირათაც თვალითაც შეიძლება. აი, ხო, პასუხები გადავამოწმოთ 52-ში, კი, აღარ მინდა, არის ეს რთული და მოდი ვნახოთ 53-ეს რა არის. მოკლედ რა ხდება? ესე იგი ჩვენ აქ ხოვენ მოვძებნოთ, ესე უნდა დავწეროთ ისეთი წრფის განტოლება, ანუ მოვძებნოთ წრფე პრინციპში, რომელიც გადის E-წერტილზე და ამ წრფით და საკოორდინატო ღერძებით მიღებული სამკუთხედის ფართობი ორჯერ უნდა იყოს აი ამ OPQ სამკუთხედის ფართობზე მეტი. კარგი, მოდი ასე ვქნათ. ავიღოთ ეგ ასე ღერძები, არ გვაუწყდეს რომ ჩვენ ვართ ახლა 53-ზე. თუ სადღაც არის E-წერტილი, მოდი გავავლოთ ახლა ჩვენ PQ წრფე. ასე არის. მას აქვს გარკვეული ფართობი, მოდი დავშტრიხოთ ახლა ეგ. ტიში. ასე. აქ არის ორიანი Q-წერტილში. ეგ არის სამიანი P-წერტილში. და P-წერტილში გადის რაღაც წრფე, რომელიც საკოორდინატო ღერძებთან შექმნის საკუთხედს და საკუთხედის ფართობი ორჯერ მეტი უნდა იყოს აი ამ დაშტრიხული საკუთხედის ფართობზე. ეხლა ცოტა ყურადღებას თუ გამოიჩენთ, მოდი მწვანე ფერით ავიღოთ ეს წრფე. მარტივად მიხდებით დაინახავთ, რომ ორი შემთხვევა არის აქ. აი, ერთი ალბათ უცებ ასე აიღებდით წრფებს, ხო? და რომელ საკუთხედზეა საუბარი? საუბარი არის მეგობრებო, აი ამ საკუთხედზე, იმიტომ რომ ღერძებით და სულქია ძალიან დარჩავს, თქვათ კარგად. ღერძებით და აი ამ წრფით შედგენილი საკუთხედი სწორედ ეს არის. და ის უნდა ყოფილიყო ორჯერ მეტი მოცემული საკუთხედის ფართობზე. მაგრამ აქ ხო არის კიდევ ერთი დეტალი. შეიძლებოდა წრფე, აი ასეც ყოფილიყო გავლებული. და აი ეგ საკუთხედი იყოს ახლა განსახილველი. მოდი ჯერ გავხედოთ პირველი შემთხვევა. საკუთხედის ფართობი, და დავაწეროთ რაიმე, ასე ვთქვათ, ეს იყოს A და ეს ხო O არის. სამკუთხედი AOP-s ფართობი. იდეაში აი როგორ ფორმირდება, ხო? მართკუთხაა ეს საკუთხედი და მისი ფართობით თუ დავთვალოთ, ეს მქია და აღით ვწეროთ უფრო გამოჩნდება. რომ დავთვალოთ, კათეტები უნდა გავუბრალოთ ერთმანეთზე. და ფაქტობრივად ეს გამოდის, აი ხო 3 არის თლიათ ამის სიგრძე და 1/2, ამი ხო, ანუ 1/2, 3 გამრავლებული AO-ზე. და არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის ორჯერ მეტი რაზე? ორჯერ მეტია 1/2, 3 გამრავლებული 2-ზე. კარგად, თუ დააკვირდებით ეს ზეპირათაც შეიძლება მივხვდარიყავით უკვე, რომ აი AO ორჯერ მეტი გამოდიოდეს OQ-ზე, იმიტომ რომ სიმაღლე ერთნაირი აქვს თავს საკუთხედებს და მაშინ ფართობი ორჯერ მეტი რომ იყოს, ესე ფუძე უნდა იყოს ორჯერ დიდი ერთი საკუთხედის მეორე საკუთხედზე. 1/2-დები შეიკვეცება, 3-ები შეიკვეცება და AO გამოდის 4-ის ტოლი. AO სიგრძე თუ 4-ია, მაშინ აწერტილის კოორდინატები რა გამოდის?
-4, ხო, იმიტომ უარყოფით მხარეს არის და ნული. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რა წრფეზე ვქონია საუბარი? ეს AP წრფე რა არის, რომელიც გადის -4, 0 და P წერტილის კოორდინატებია 0, 3 წვეროზე. როგორ დავთვლიდით AP წრფეს? AP წრფე როგორ იქნებოდა? უნდა ჩავსვათ y უდრის kx + b-ში, ხო? y უდრის kx + b-ში უნდა ჩავსვათ ეს წვეროები. შესაბამისად, ქალტულებები იქნებოდა 0 უდრის k ჯერ -4-ს + b, 3 უდრის a ჯერ 0-ს + b. ქვემოდან b არის 3-ის ტოლი, ჩავსვათ ზედაში და 0 უდრის -4 k + 3 და k იქნებოდა 3/4. შესაბამისად, რა ყოფილა AP წრფე? AP წრფე ყოფილა y უდრის 3/4 x + 3. ექნებოდა ერთი წრფე, მეგობრებო. ახლა მეორე წრფე. მეორე წრფე როგორ უნდა ყოფილიყო? მოდი აქვე დავხატოთ კიდევ ერთხელ. ასე ავიღოთ ჩვენი PQ O E Q და შესაბამისად ეს პოტიში აგვიდა ასე გვიდა დავშტრიხოთ ასე და რომ ახლა ასე რომ ყოფილიყო წრფე. ეგრე იქნებოდა. ნუ მთლიანად აი ეს სამკუთხედი ორჯერ დიდი რომ გამოსულიყო მისი ფართობი, თავისთავად აი ეს გვერდი ორჯერ დიდი უნდა ყოფილიყო აი ამ გვერდზე. ანუ უნდა ყოფილიყო 4. რადგან ეს 2 არის, ხო? შესაბამისად, აი აქ წერტილის კოორდინატი იქნებოდა 4. ვთქვათ, ეს არის რაღაცა b, ანუ POB სამკუთხედი და EB წრფე, EB წრფეზე ახლა საუბარი და როგორ ფორმირდებოდა, რომელ ორ წერტილზე გადის? ეს გადის 4 0 წერტილზე, B წერტილის კოორდინატებია 4 0 და P წერტილის კოორდინატებია 3 0. ნუ ჩავსვამდით ამას 0 უდრის 4 k + b უდიში 3 0 კი არა? გაცრავად, პირიქით 0 3 იქნებოდა. და 3 უდრის 0 ჯერ k-ს + b. შესაბამისად, აქედან b არის 3, ჩასვამდით ზემოთ და k გამოდის, თუ კარგად დააკვირდებით, -3/4. ანუ რა წრფეზეა საუბარი? BP წრფე იქნებოდა -3/4 x + 3. ეხლაც ასეა, აი მივიღეთ ეს ორი წრფე. მოდი გავუძებოთ ისე ჩვენ ამოცანების განხილვა. მოდი ვნახოთ 54. მას ითხოვს. იპოვეთ მახვილი კუთხე, რომელსაც ადგენს მოცემული წრფეები OX ღერძთან. კარგი ბატონო. ავიღოთ აბა. ახლა 4-ვე განვიხილოთ. ასე. შეეხება y უდრის x წრფეს, ხო? ყველაზე კარგია, მოდი სხვა ფერს ავიღებ. ასე თქვა, სადაც ცოდნა ჩანს, აი ის მეთოდი რა არის. ეს არის მეგობრებო, დააკვირდე რა არის, რა რიცხვია x-ის კოეფიციენტი. როდესაც ჩვენ წრფი ფუნქციას ვაგებთ, ანუ ვის გრაფიკს ესე წრფეს, ჩვენ ვართ ორ მთავარ კომპონენტზე დამოკიდებული. k-ზე და b-ზე. b გვიჩვენებს y ღერძთან კვეთას, ხოლო k-რას გვიჩვენებს? k გვიჩვენებს OX ღერძის დადებით მიმართულებასთან წრფე რა კუთხეს ადგენს.
და k არის ტანგენს half. შესაბამისად, აი ჩვენს პირველ გამოცანაში, აი პირველ მაგალითში აქ 54-ის პირველში y როდესაც უდრის x, ანუ აქედან ის ხო გამოდის, რომ a უდრის 1 და b უდრის 0-ს, ხო? თუ დააკვირდებთ k-ჯერ x + b ის მაგივრად წერია x-ი და ესე b საერთოდ არ არის 0-ია. ანუ საკოორდინატო სათავეში გადის ეს ფეტენა. k არის 1. k თუ არის 1, მეგობრებო, ესე იგი გამოდის, რომ ტანგენსი რაღაც კუთხის არის 1. მართალი ახლა ძალიან ბევრ სვენელს აქ ვინც უსმენს დიდი ალბათობით ჯერჯერობით ტრიგონომეტრია კარგი გამეორებული არ ექნება და შეიძლება საერთოდაც არ აქვს ხარისხიანად დასწავლება თითქმის წარმოუდგენელს არ აქვს რაზეა საუბარი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ახლა კუთხის შეფასება გვიწევს მაინც ვერ ავწდებით მიმდინარე ეტაპთან ცოტა შეუფერებელი ცოდნის გამოყენა შეუფერებელი ცოდი უხეში სიტყვა აი მომავალში რამდენიმე კვირაში თვეში სასწავლი მასალის გამოყენება მაინც მოგვიწევს აქ ჩვენ აქ სამკუთხედიც რომ შევკრათ და გვერდიდან კუთხეზე გადასვლა დავაპიროთ ახლა მithვეთ ეს ვექტორით ახლა ამას არ გავაკეთებთ ჩვენ ну მაინც ამ ეტაპისთვის კლას გარეშე ცოდნის გამოყენება გვიწევს და ყველაზე სწრაფი მეთოდი მაინც ეს არის. მაგრამ რომელი კუთხის ტანგენსია? თან მახვილი კუთხის ტანგენსი ერთი სტოლი. 45 გრადუსიანი კუთხის. მეორე შემთხვევა. y უდრის -x წრეს. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? რა არის ახლა y უდრის -x წრე, ხო? უნდა დავხატოთ აი ას, აი ეგას. და ეს აი ამ შემთხვევაში k ხო -1-ია, ამ შემთხვევაში k არის ასე ვქნათ -1. ანუ ეგ რა კუთხია, აი ტანგენს ალფა ხომ არის, ესე იგი -1 და ეს არის მეგობრებო ისევ და ისევ წრფე OX ღერძის დადებით მიმართულებას, აი აქეთ ამ მიმართულებასთან რა კუთხეს ადგენს. ეგ არის ბლაგვი. და -1 ახლა არ არის რთული მისახვედრი, მაგრამ ნახავთ არის p-ალფა კუთხეზე, ასე ვთქვათ, 135 გრადუსზე არის -1 სტოლი და თუ ეს 135 გრადუსია, შესაბამისად უკვე ამოცანის შეკითხვა წრფე რა კუთხეს ადგენს OX ღერძთან მის დადებით მიმართულებასთან კი არა OX ღერძთან ჩვენ წესი პასუხს ვამბობთ უმცირეს კუთხეს ხო და უმცირესი კუთხე იქნებოდა ეს თუ 135 გრადუსია 180-ს გამოკლებული 135 ანუ ისევ და ისევ 45 გრადუსი მეორე შემთხვევაშიც პასუხი იქნებოდა 45 მესამე y უდრის ფესვი 3x. მოდი აღარ დავკონკრეტდეთ, აღარ მინდა ნახაზის გაკეთება, პირდაპირ k უდრის ფესვის 3-ს, ხო? და რომელი კუთხის ტანგენსია ფესვის 3, ამასაც მომავალში გავიდისავთ. ნახავთ, რომ ეს არის 60 გრადუსიანი კუთხის. და მეოთხე შემთხვევაში, რადგანაც y უდრიდა -1 შეფარდებული ფესვის 3-თან, ანუ გამოდის რომ არის -1 ფესვის 3 სტოლი. ხო, მეგობრებო, ახლა რომ გავხსენოთ რომელ გრადუსია ეს არის 150 გრადუსზე და შესაბამისად თუ 150 გრადუსიან კუთხეს ადგენს აი აქ, ხო? ამ შემთხვევაში ტანგენს ალფა თუ არის -1 ფესვის 3-თან, ანუ ალფა არის 150 გრადუსი და ანუ რეალური კუთხე იქნება 30, იმიტომ რომ OX ღერძის რაღაცა სიტყვაზე ვთქვათ, ხო, ასე არის, ხო? ასე გვაქვს და ეს თუ არის 150 გრადუსი, შესაბამისად აქეთ მორჩება 30. კარგი. ეგ ახლა ფუნდამენტური ახსნა ნამდვილად არ არის. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ტანგენსებზე,
ცოტა მძიმეა. თუმცა ყველაზე სწრაფი ხერხი ეს არის და სხვა რა მიდგომაც არ უნდა გამოგვეყენებინა ამ შემთხვევაში, მაინც მოგვიწევდა გეომეტრიის იმ ცოდნის გამოყენება, რომელიც ჯერჯერობით გავლილი გამეორებული არ აქვს. 55. y უდრის ფესვი 3x მინუს ფესვი 5x და მოცემული აქვს ქვემოთ ნახაზები, თხოვენ შევუსაბამოთ, აი ეს ფორმულა, რომელიმე ნახაზს, ხო? მოდი ამას წავიკითხოთ, ხო სწორად ვიგებთ. ხო, გრაფიკი რა არის? ხო, ახლა რა არის, მეგობრებო? ეს არ არის კლასიკური y უდრის kx პლუს b-ს ფორმით წარმოდგენილი, ხო? აბა, მოდი ჯერ გავიტანოთ x-ი ჩხილებს გარეთ, ეგ რა იქნებოდა? ფესვი 3 მინუს ფესვი 5. ანუ b კოეფიციენტი საერთოდ არ აქვს, ანუ გამოდის, რომ აი აქ a არის ფესვი 3 მინუს ფესვი 5, ხოლო b არის 0 და b თუ არის 0, გამოდის, რომ საკოორდინატო სათავეზე გადის წრფე. ან ეგ ვერ იქნებოდა, ეს ვერ იქნებოდა, ეს ვერ იქნება. არ იქნება b ან d. ახლა ერთი კლებადია, მეორე ზრდადია და რა დროს არის კლებადი, როდესაც k უარყოფითია, რა დროს არის ზრდადი, როდესაც k დადებითია, ხო? ეს წრფივი ფუნქციის თვისებები. და უნდა შეაფასოთ ფესვის 3 ფესვის 5, როგორია და ეს ხო აშკარად მოზენაგლებია. ან გამოდის, მეგობრებო, რომ კლებადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო, რომელიც კოორდინატა სათავეზე გადის და შესაბამისად პასუხი იქნებოდა b. ავაგრძელოთ 56. 56-ში გვეკითხებია რა სამშობლისთვის არის ფუნქცია ზრდადი, ну ძალიან მარტივია, თუმცა დავაკვირდეთ, ეს არის წრფივი ფუნქცია, რომელიც სტანდარტული სახით არც ამჯერად არ არის მოცემული. როგორ უნდა იყოს? ეს უნდა იყოს x-ი ჩხლებს გარეთ გასული და 7 პლუს a. მოგვავლებული x-ზე. და შესაბამისად, რადგანაც ზრდადია ფუნქცია, ესე იგი k x-ის კოეფიციენტი უნდა იყოს დადებითი 0-ზე, ანუ 7 პლუს a, კაცრად მეტი უნდა იყოს 0-ზე, ანუ a მეტი უნდა იყოს მინუს 7-ზე, მეტი შეზღუდვა აქვს რაღაც დამატებითი პირობა, აღარ იქნება a-ს. მეორე შემთხვევასაც ანალოგიურად გააკეთებთ, ოდნავ უფრო რაც ისეთი თვითონ რთული გამოსახულებაა, მაგრამ აკრაფერი. რომელსაც სტანდარტულად ჩავწერდით ჯერ x გავიტანით ფრთხილებს გარეთ, ჩხილში დარჩებოდა 1/13 დამატებული 2/13. და რადგანაც ზრდადია ფუნქცია, მეგობრებო, აქაც x-ის კოეფიციენტი კიდე a, კაცრად მეტი უნდა ყოფილიყო 0-ზე. ამოვხსნით ახლა მას ეგ როგორ გამოდის 2a-13 მეტი a მინუს 1/13-ზე, 3 შეგვეცება და a მეტი გამოდის მინუს 1/2-ზე, თუ არ შემიშალა ახლა ბუდიში გადაწერაში შევშლი აქ 5 უნდა იყოს. ოკეი. 2a-5 მეტია მინუს 1/13-ზე და a მეტია 5 გამრავით გადადის 2 გაყოფით მინუს 5/6-ზე. ანუ პასუხი იქნებოდა ეს 5/6-დან პლუს სასრულო მინუს 5/6-დან. კარგი. მოდი ვნახოთ 47 რა სიტყვობს. 2 კითხვა, ხო? მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ძალიან გვანანი სამოცანები ერთმანეთს. 57-ში. ორი გრაფიკია მოცემული. ორი წრფივი ფუნქციის გრაფიკი. ერთის ფორმულაც ვიცი 2x მინუს 2x მინუს p არის. და მეორეს ფორმულაც ვიცით x დამატებული 3p მინუს 7-ია.
და კითხვა არის ასეთი, ეს რა მნიშვნელობს ექნება მსგავსი ნახაზი გრაფიკებს. ალბათ ავტორი გულისხმობს, OX ღერძი ალბათ კვეთა და ასე უნდა გვეგულისხმა მოცემული ნახაზიდან და რა დროს გადაკვეთენ OX ღერძზე ესენი ერთმანეთს. საერთოდ ორი გრაფიკი თუ კვეთს ერთმანეთს, კვეთის წერტილი რა თვისებას ატარებს? რაღაცა M წერტილია და მისი X0, Y0 კოორდინატები რა თვისებას ატარებს? თუ ადგები და ანუ ეს M წერტილი ხო გამოდის, რომ ეკუთვნის ერთ წრფესაც, ეკუთვნის მეორე წრფესაც. და რას ნიშნავს წერტილი ეკუთვნის რაიმე წრფეს? ანუ ამ წრფის განტოლებას წერტილის კოორდინატები სწორტოლობად გადააქცევენ. ანუ მე რომ M წერტილის კოორდინატები ჩავსვა ახლა ან, ჭეშმარიტება უნდა მივიღო. ანუ გამოდის, რომ ერთი და იგივე X და Y დააკმაყოფილებს ამას. ფაქტობრივად, შენ ამოსახსნელი გაქვს 2x - p y უდრის 2x - p და y უდრის x + 3p - 7 განტოლებათა სისტემა. ანუ უნდა ვიპოვოთ ისეთი x და y, რომელიც ორივეს ჭეშმარიტ ტოლობად გადააქცევს, ხო? ამას ნიშნავს კვეთის წერტილის პოვნა, რომ ეს წერტილი ეკუთვნის ორივე გრაფიკს, ანუ ამ წერტილის კოორდინატები ორივე გრაფიკის განტოლებას სწორტოლობად აქცევს, ანუ სისტემის ამოსი. მაგრამ თქვენ თლად თქვენთვის თლად უცნობი არ არის ეს წერტილი. ფაქტობრივად, რადგანაც OX ღერძზე იკვეთება, მის Y კოორდინატი არის 0, ხო? ანუ Y ნულის ტოლი გამოდის. ესე იგი გამოდის, რომ 2x - p-ს ნულია, x + 3p - 7-იც ნულია და გაქვთ ასეთი სისტემა ავსახსნი. მე მარტივად ახლა p აქედან უდრის 2x და ჩასვავით x დამატებული 3-ჯერ 2x - 7 უდრის 0-ს, 7x უდრის 7-ს და x უდრის 1-ს. შესაბამისად p გამოდიოდა ავრის ტოლი. 57-ის პირველში პასუხი უნდა ყოფილიყო 2. აბა დავაკვირდეთ მეორე თუ გვთავაზობს რაიმე სხვა გამოცდილებას თუ ითხოვს. აქაც ზუსტად იგივეა, x ღერძზე იყო კვეთა, ანუ y უნდა ყოფილიყო 0 და y თუ უნდა იყოს 0, ესე იგი x - 2p უნდა იყოს 0 და ანალოგიურად 1/2 x - p - 3/2 უნდა იყოს 0. აქედან x იქნებოდა 2p-ს ტოლი, ჩასვამდით 1/2 ჯერ 2p-ს minus p - 3/2. ეგ არის 2-ზე გამოვაკლოთ, 2p-ს გამოკლებული p - 3 უდრის 0-ს და p უდრის -3-ს. წესით 57-ით ეს უნდა იყოს პასუხი. კარგი. 58 ნახოთ ახლა. აბა რა ხდება? იპოვეთ A-ს ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც ეგ წრფეს, ამ წრფეს ნახაზზე მოცემული მდებარეობა აქვს. ანუ მე რომ მაქვს წრფე, ამ ფუნქციით მოცემული, რომ აქ არის k-ს როლში და 1 - a არის b-ს როლში, ხო? და მე გეუბნებიან ეს ნახაზი შესაბამება. და ამ ნახაზით რა ინფორმაცია უნდა მიიღო? ფუნქცია ზრდადია, ანუ k მეტია 0-ზე, ესე იგი a მეტია 0-ზე. k-ს როლში რაც გეუბნება და მეორე შემთხვევა ის არის, რომ OY ღერძს სად კვეთს? მოიყოფითებში, ხო? ანუ გამოდის, რომ 1 - b უარყოფითია. 1 - a არის ნაკლებით 0-ზე. აქედან გამოდის, რომ a მეტია 0-ზე და a მეტია 1-ზე და უფრო კაცრი პასუხი დარჩება, პასუხი არის a მეტია 1-ზე. მოდი 59-იც ვნახოთ.
რაც ანალოგიურად უნდა მოიქცეთ. რა შეგვიძლია ვთქვათ? მოდი პირდაპირ ვთქვათ, რადგანაც ფუნქცია კლებადია, გამოდის, რომ k ნაკლებია ნულზე, ანუ a + 3 გვყავს ახლა კასროლში, ხო? ნაკლებია ნულზე და კლებადობის გარდა b კოეფიციენტი აქ k ნაკლებია ნულზე და b-ც უარყოფითია, ხო? და b-ს როლში გაქვს 2 - a. b-ც ნაკლებია ნულზე. და a ნაკლებია -3-ზე. და მეორეს მხრივ წეროთ ასე a მეტია ნულზე. ნულზე კი არა, 2-ზე. და ერთ ცოტა ნონსენსია, ხო? -3-ზე ნაკლები იყო და თან 2-ზე მეტი, ეგ ცარიელი სიმრავლეა მეგობრებო. ასეთი რამ არ არსებობს. მოდი მე-60-იც გავაშალოთ და დავასრულოთ დღევანდელი ჩანაწერი. აბა რა სიტყვის ახლა მე-60 ნომერი. ესე იგი, მოცემული არის -3kx + b ფუნქცია და kx + b ფუნქცია. და ნუ ურთიერთგამაგებაა და თუ y უდრის kx + b ფუნქციის გრაფიკი ნახაზე წვეტილი ხაზით არის, ანუ ეს არის წვეტილი. დაადგინე k და b-ს ნიშნები. ანუ გამოდის, რომ ეს ტესტი არ არის სამი სხვადასხვა შემთხვევაა, ხო? ასე გამოდის, არა? თუ ეგ რა სიტყვებს ახლა არცერა რომ მოგატყო. ალბათ ხო სამი სხვადასხვა შემთხვევა, ესე იგი y უდრის kx + ხუთი შემთხვევა kx + b ფუნქციის გრაფიკების ურთიერთგამაგებაა მოცემული. თუ y უდრის kx + b ფუნქციის გრაფიკი ნახაზე წვეტილი ხაზით არის მოცემული. როგორი იქნება ფუნქციის არა, ტესტი ყოფილა, ესე იგი როგორი იქნება y უდრის -3 kx + b ფუნქციისა და აი მეორე ფუნქციის გრაფიკების ურთიერთგამაგება თუ kx + b წვეტილია. ესაა ერთი კითხვა და მეორე კითხვა უნდა ვიპოვოთ k და b-ს ნიშნები. კაი, გავიქე. ჯერ შევარჩევთ რომელია აქედან და მე უნდა ვიხდეთ. ახლა რა ხდება? დაგვირდით აქ b აქვს ერთნაირი ორინეს. თუ b ერთნაირი აქვს, b ხო გვიჩვენებს y ღერძთან კვეთას. მაშინ ერთი და იგივე წერტილში უნდა იკვეთებოდეს y ღერძი. g ტყუილია, იმიტომ რომ სხვადასხვა წერტილში იკვეთება. ნუ g ირიცხება. ვნახოთ ქვედორიდან. ირიცხება d-ც და ირიცხება e-ც, იმიტომ რომ ყველგან ამ ბოლო სამში g, d, e-ში სხვადასხვა y-ში იკვეთებოდა გრაფიკი. ანუ დარჩა ახლა a და b. და ახლა რაც დააკვირდით, ნახეთ, ამის k არის ასეთი, -3k, ხო? ამისი არის ასეთი. აშკარად, თუ k ნული არ არის ახლა და k ნული ვერ იქნება, იმიტომ რომ წვეტილი k ნული იყოს, მაშინ მუდმივი იქნებოდა ფუნქცია, ხო? და აქ ზრდადია ორივე შემთხვევაში. ესე გამოდის, რომ k მეტია ნულზე, მაშინ -3k ნაკლები არ იქნება და -3k თუ ნაკლებია, მუქი უნდა იყოს პირიქით კლებადი ფუნქცია. ანუ ეგ ტყუილი იქნებოდა. ანუ შესაბამისად პასუხი არის a. და თუ პასუხი არის a, k ხო დადებითი გამოდის და b რა გამოდის? b უარყოფითი არ გამოდის, იმიტომ რომ y ღერძს ქვემოთ კვეთდნენ. შესაბამისად იქნებოდა k მეტია ნულზე, b ნაკლებია ნულზე. კარგი, მოდი შევისვენოთ ახლა და 21-დან გამოვგზავნოთ შემდეგ ამოცანების განხილვა.